გამარჯობა ძვირფასო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო. ეს 2026 წლის 7 აპრილია, ხომ ასეა ბატონო სოსო? დიახ. დიდი მადლობა. პირდაპირ ეთერში არის კომენტატორ რეკორდსმენის, საქართველოს დამსახურებული ძნელის, თბილისის საპატიო მოქალაქის ბატონ ჯამრეთ ხუხაშვილის სახელობის საავტორო სპორტული ტელეგადაცემა, რომლის წამყვანი ვარ მე, სოხუმელი ჟურნალისტი თენგიზ ბაჭკორია. დღევანდელ გადაცემაში შევეხებით რამდენიმე თემას. ერთ-ერთი თემა იქნება საქართველოში პირველად წელს გაიმართება ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი და ვისაუბრებთ იმაზე თავიდან როგორ მიმდინარეობს მზადება. ეს ფესტივალი გაიმართება ბათუმში ივნისის პირველ კვირას 2-დან 6 ივნისი ჩათვლით. მეორე კიდევ ერთი თემა იქნება თბილისის დინამოს მიერ გამოჩენილი ინიციატივა მხარდაჭერა გაუკეთა თბილისის დინამომ საქართველოს ამპუტანტთა ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს. ამაზე გადაცემის მეორე ნაწილში და ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან მთავარი ძალიან საინტერესო სტუმრები. პირველ რიგში მინდა წარვადგინო ოჯახის სპორტული ოჯახის ჭელიძეების სპორტული ოჯახის უფროსი ბატონი სოსო ჭელიძე. დიდი მადლობა ბატონო სოსო. великий მადლობა ბატონო თენგიზ. სოსო ჭელიძე არის ვეტერანი მორაგბე, დაიბადა და გაიზარდა საქართველოში, თამაშობდა საქართველოს კლუბებში, მორაგბეთა კლუბებში, მე დეტალურად გეტყვით. თამაშობდა მე რუსეთის ჩემპიონატში 90-იან წლებში, 2004 წლიდან 2010 წლამდე, ხო, ასეა, ხო? იყოს ანდორის ეროვნული ნაკრების მორაგბე. ანდორაში ცხოვრობს ახლაც მთელი თავისი ოჯახით. ფაქტიურად 22 წელია, ხო, იქ ცხოვრობს? 26 წელი, ხო, 26 წელი. 2000 წელში ჩავედი და 2004 წლიდან უკვე როცა ნაკრებში. ანდორაში ცხოვრობს და გადაცემაში მონაწილეობენ მისი სპორტული ოჯახის წევრები, შვილები. 14 წლის ანტონ ჭელიძე, მე ვეძახე მას ანტუანს, 14 წლის ანტონ ჭელიძე, მორაგბეა, თამაშობს ანდორაში, ხო? დიახ, დიდი მადლობა ანტონ. არა ეს ზურაბია, ეს ანტონი, დიახ, დიდი მადლობა. გამარჯობა, მორიდებული არიან და 16 წლის უფროსი ვაჟი ზურაბ ჭელიძე, რომელიც იყო დაკავებული თავიდან რაგბით, მაგრამ ბოლო 3 წელი არის კალათბურთელი და თამაშობს კატალონიაში, ხო? ესპანეთის გუნდში თამაშობს. გამარჯობა ზურაბ. გამარჯობა საქართველო. მადლობა. დიდი მადლობა თქვენ, დიდი მადლობა. თავიდან ახლა რომ შევხვდი, ახლა შვილებს არ ვიცნობდი, მაგრამ ანდორაში ვარ ნამყოფი, საიდან ვიცნობ ბატონ სოსო ჭელიძეს. ახლა პატარა შესავალს გავაკეთებ თქვენი ნებართვით. 2017 წელი იყო, როგორც მე მახსოვს, ანდორაში ვიმყოფებოდით იმისათვის, რომ ანდორას კლუბში, საკალათბურთო კლუბში თამაშობდა გიორგი შერმადინი და ბეკა ბურჯანაძე. ამისთვის სპეციალურად ჩავედით მე და ხათუნა გაბიტაშვილი, ფოტო კორესპონდენტი, შეთავსებით ექიმი და შეთავსებით ჩემი მეუღლის ხუმრობით რასაგვირგვინია ანზორ გაბიტაშვილის გახსოვთ იმის ქალიშვილი. და ვიყავით იქ ბარსელონიდან ჩავედით ანდორაში, იმიტომ რომ ანდორას აეროპორტი არ აქვს, პატარა აეროპორტია, მაგრამ სამგზავრო იმას არ ხდება და ბარსელონიდან ან სხვა კუთხეებიდან უნდა ჩახვიდე და იქ დავესწარით გიორგი შერმადინის მატჩებს, შეხვდით გიორგის, ჯიოს, როგორც დახდნენ მას ანდორაში და შევხვდით ბეკა ბურჯანაძის მატჩებზე ვიღოთ. იმ დროს გავიცანით ბატონი სოსო და კიდევ რამდენიმე ქართველი თქვენი საუბრობთ მასზე, ძირითადად მორაგბეები, რომლებიც იქ ცხოვრობდნენ და ცხოვრობენ, თამაშობდნენ და ცხოვრობდნენ და იმ დროიდან გვაქვს ჩვენ ურთიერთობა 2017 წლიდან და მინდა აღნიშნო, სანამ გადავალ კითხვა-პასუხის რეჟიმზე, რომ ბატონი სოსო და იქ ქართველები ვინც არიან, თქვენ იტყვით გვარას მეც ვიცი, მაგრამ მინდა შევინეთ თქვენ თქვათ. ბატონი სოსო და ვინც ქართველები ვინც არიან აქტიურად არიან ჩართული ქართული კლუბების და საქართველოს ნაკრებების კომაგობის პროცესში, როცა ვინმე გუნდი ან ნაკრები ქართული საქართველოსთან ჩადის ანდორაში, ეს ფეხბურთი იქნება,
კალათბურთი იქნება თუ სხვა სახეობები, ასაკობრივი ნაკრებებიც, ყოველთვის სოსა და მისი საძმაკაცო სპორტსმენები, მონაგრეები შეძლებს დაგვარად კომაგობენ, გულშემატკივრენ, ამხნევებენ და კარგად მახსოვს, როცა ქალთა ნაკრები იყო ფეხბურთში ჩასული, არა მარტო კომაგობდნენ, როგორც საიდუმლო ინფორმაცია მომაწოდეს, თქვენ ესკურსიაზეც წაიყვანეთ ანდორაში და გაამხნევეთ ის ჩვენი ქალთა ნაკრების მწვრთნელები და ეს ინფორმაცია მომაწოდა ქალთა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ქალბატონმა ნინო სორდიამ, ხო გახსოვთ ეს? გახსოვთ, ხო? ამიტომ ეს ჩვენი სტუმრები ანდორიდან დღეს სამივე რამდენიმე დღე აქ იმყოფებიან, რამდენიმე დღეში ბრუნდებიან უკან. ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ თქვენ ისე გულით ხვდებით ქართველებს სპორტსმენებს იქ ანდორაში, რომ რაღაცა ახალი ძალა ემატებათ მათ, ახალი ძალა. და მინდა გთხოვოთ თქვენ ახლა რამდენიმე კითხვას უპასუხოთ ბატონო სოსო, თუ შეიძლება. პირველი 74-იანი ხართ, ხო, როგორც ეს პასპორტით და ისედაც, ხო? კი, 74. გადაკეთებული იმ დროს იყო. არა, ხა თან ასაკობრივი ისე ხა. როგორც მოჭიდავებში არის ეგ. ხო, იმ დროს იყო ეს სხვადასხვა სახეობებში. კი, არა, არა, 74-იანი. 74-იანი და თავიდან იყავით ჭიდაობაში და კრიფში, ხო, ესეთ ინფორმაცია. დიახ, ბავშვობაში რო იტყვიან, ბავშვური სპორტები იყო, რომ ყოველთვის მიტაცებდა ძალოვნური სპორტები და ვიყავი კრივით გატაცებული და ჭიდაობითაც. და 91 წლიდან ხართ რაგბში. დიახ. უკვე 35 წელი ფაქტიურად, ახლა არ თამაშობთ, მაგრამ მაინც რაღაცა ფორმით დოზით ხართ, ან შვილებს ავარჯიშებთ და როცა შემიძლია ყოველთვის რაღაცით ვეხმარები ხოლმე კლუბს და ყოველთვის შემოთავაზეს კიდეც ახლა რაღაც კრიზის განიცდიდა უკვე დიდი ხანი. ანდორის ნაკრები? ანდორის ფედერაცია და ნაკრების, კლუბის და ნაკრების შემოთავაზეს რომ პრეზიდენტობა, მაგრამ უარი უთხარი. რომ თქვენი საქმეები გაქვთ. ჩემი ძალიან ბევრი საქმეები გაქვს და ჩემი ძირითადი საქმე მაინც ერთი და მეორე. დიახ. რას ამბობთ? ორი ბიჭი სპორტსმენი, ახალგაზრდები 14 წლის ანტუანი იმ დროს არ ყოფილა მიკროფონი კარგად არ მუშაობდა. კიდევ ერთხელ მივესალმები ანტონს. გამარჯობა. დიდი მადლობა და ზურაბს 16 წლის კალათბურთელი. ახლა მინდა დავუბრუნდეთ. 91-ში თქვენ დაიწყეთ თამაში საქართველოს რაგბის კლუბ ზოოვეთის რაშებში, დიახ. რამდენი წელი თამაშობდით? არ მომიწია დიდი ხანი, დაახლოებით 6-8 თვე ვივარჯიშე ზოოვეთის შემადგენლობაში, რაღაცა ახალი დაწყებული მქონდა. მაშინ ვარჯიში და მე მგონი 1-2 თამაში მომიწია თამაში. ვინ გირჩიათ რაგბში? ხომ ჭიდაობაში იყავით კრიფში? აი შეიძლება ის საიდუმლო ინფორმაცია გავცეთ. რა თქმა უნდა, ჩემი ბავშვობის მეგობარი არის თემურ რამიშვილი, რომელიც რაგბით იყო გატაცებული, მაშინ ზოოვეთში თამაშობდა, ისიც ვარჯიშობდა და შემომთავაზა მაშინ დანებებული მქონდა ესეთი რთული პერიოდი იყო 90-იანი წლები ხა ყველა ვიცით და ყველა სპორტზე დანებებული მქონდა თავი. მითხარ რომ მოდი რაგბში წადეო შენი ფიზიკურად ძლიერი იყავით. დიახ, ფიზიკურად ძლიერი და წადე და დღემდე ვცდილობ. იმ ზოოვეთის რაშების გუნდის შემდეგ თქვენ თამაშობდით ლელოს გუნდში, ხო? ლელოს გუნდში, საქართველოს ჩემპიონატში, ლელოს გუნდში და იქ ახალი გუნდი იყო, ხო ეს? არა, ლელო ტრადიციების გუნდი იყო ყოველთვის, მაგრამ მქონდა ესეთი პერიოდი რომ ეს ლელოს გუნდი დაიშალა, ეს კრიზისული პერიოდი. ამიტომ თქვი რომ ეს დაშლილი აღადგინეს. აღადგინეს ეს გუნდი და ეს კონდა მხედველობაში. დიახ, ჩემი ამ ზოოვეთში რამოდენმე ჩემი მეგობარი იყო, რომელთანაც ზოოვეთში გავიცანე და იქ გადავიდნენ და შემომთავაზეს და გადავედი მეც ლელოში. რამდენი სეზონი ითამაშეთ იქ? ლელოში ვითამაშე ფაქტიურად 92 წლიდან 95 წლამდე. და შემდეგ თქვენ თამაშობდით რუსეთის პირველობაზე მოსკოვის ფილის გუნდში და პენზის გუნდში, ხო, პენზა ერქვა. 95-ში 95-96 სეზონი ვითამაშე მოსკოვის ფილიში და 96-ში პენზაში. ახლა გამოჩნდება ფოტომასალები, სადაც არის თქვენი ცხოვრების, თქვენი კარიერის რაღაცა ეპიზოდები, ფოტომასალები, ხო? პენზაში რამდენი წელი გამოვიდა ჯამში ეს რუსეთის ჩემპიონატი? შემდეგ პაუზა მქონდა
ну ოჯახური პირადი ტრაგედიის გამო დაახლოებით 1 წელი პაუზა ავიღე რაგბიში და ტრაგედია გარდაიცვალა და იღუპა? დიახ, ჩემი ძმა. ზურა, მაგით ოქია ზურა, ჩემ შვილს უფროს ბიჭს მის საპატივცემლო. დიახ, მის საპატივცემლო. გასაგებია. ბოდიში, რუსეთში თქვენ გახდით პრიზიორი, ხო, ჩემპიონატის ეს ფილის? დიახ, პენზის გუნდში დავიკავეთ მეორე ადგილი. მეორე ადგილი რუსეთის ჩემპიონატში. დიახ, მარტო ნუ კრასნი იარს მაშინ კარგი. ხო. ესეთი სუპერ გუნდი ყავდა და მარტო მათთან დავთქმეთ პირველობა. მერე დაბრუნდით საქართველოში და აქ თამაშობდით საქართველოს ჩემპიონატში ოჩების გუნდში, ხო? არა, რო დავბრუნდი, ეს პერიოდი მქონდა, რომ ნუ პაუზა მქონდა, რომ არ მქონდა ხა სარაგბოდ. ხო. ხასიათი და შემდეგ მოსკოვში წავედი ისევ და ჩემი რაგბის კარიერა გავაგრძელე მოსკოვში. ერთი ძამით შეგაცვალე. ეს ფოტო არის გადაღებული 2017 წელს ანდორაში, როცა შემ ვიმყოფებოდით იქ. ეს არის თქვენ ოფისში გადაღებული, ხო მგონი? ჩვენი ისე კლუბი იყო, დიახ. ხო, კლუბში, იქ იყო შერმადინი, ბურჯანაძე თქვენ იყავით, მე და კიდევ თქვენი მეგობრები, ვინმე? ჩვენი ხო დავით კირიკაშვილი, რომელთან ერთადაც მორაგბე, დიახ, დავით კირიკაშვილი, რომელთან ერთადაც 8 წელი ნაკრებში. ერთად წავედი და ერთად თამაშობდით გუნდშიც და ნაკრებშიც. დიახ. ეს გორგოძე. ეს მამუკა გორგოძე, დიახ, ჩვენ ძალიან ახლო. და კირიკაშვილის გარდა კიდევ ვინ იყო იქ? კირიკაშვილთან ერთად იყო ედიშა ჯამრულიძე. და კიდევ ერთი გვარი მახსენდა, ვინც ქართველი მორაგბე თამაშობდა იქ, გავიხსენებ მე, ხო? ბევრი თამაშობდა, ბევრს შეუწყეს. ეს ახლა ჯერ ფოტო, ეს თქვენი ბიჭები არიან პატარა? ეს კი ესენი არიან ანტონი და ზურაბი. ანტონი და ზურაბი, პატარები არიან ანტონი და ზურაბი. ხო, ეს რამდენი წლის არიან აქ? აქ ვერ გეტყვით, ალბათ ზურა არის 4 წლის და ანტონი 2 წლის. ეს ხო ანტონის ეს უკვე ანტონის სარაგბო გუნდია ანდორაში, ხო? ანდორის გუნდი, დიახ. გასაგები, იმას გავაგრძელებთ იმ თემას, ეს აქ 1-2-3 წლის უკან არის, ხო, გადაღებული ეს? ეს არა, შარშანდელია. შარშანდელია, ხო? ეს ანტონის გუნდია, ხო? ეს ანტონის გუნდია, დიახ. ხო. 16 წლამდე გუნდში თამაშობს. 16 წლამდე გუნდში ანდორაში. ესე იგი 14 წლისა, მაგრამ 16 წლამდე გუნდში ჩემპიონატია. 14-15 წლის. ხო, გასაგებია. ხო, მარეძახიან ნაკრებში ანტონი. ну ჯერჯერობით ახლა ნახოთ მაღაზი ვიმუშავებთ. ეს ფოტო ამ ფოტოზე ეს ფოტო არის ქალთა 18 წლამდე გუნდი იყო ჩამოსული საქართველოსდან, ანდორაში იყო რა სარაგბო 7 კაცი და იქ იყვნენ ჩამოსულები. ანდორაში, ამდენი წლის წინ, ახლა მითხარით, ყველა გუნდი ნაკრები რომ ჩადის ანდორაში, სოსო ჭელიძე და მისი საზმაკაცო, სპორტული საზმაკაცო ცდილობს მოეფეროს. ეს თქვენი ფოტოა პირველი იყო იქ გადაღებული ზოვეთში. ეს იყო ზოვეთის რაშები, კი. აი აქ მეორე აქ ეს არის როცა ყოჩებში მოვიპოვეთ ჩემპიონობა. 90-იანი წლების ბოლოს, ხო? 90-იანი. 90 ხო, აღარ მახსოვს, ზუსტად მე მგონი 90. სანამ წახვიდოდით ანდორაში, ხო. ესეც ყოჩებში არის? ეს ყოჩები, დიახ. სერიოზული გუნდი იყო, ჩემპიონი გავთით, ნაკრებში თამაშობდა. ყოჩებს მაშინ ძალიან კარგი გუნდი. ძალიან კარგი გუნდი იყო, ძალიან კარგი გუნდი და ნაკრების წევრებიც იყვნენ, ხო? კი. ეროვნულ ნაკრებში ახალგაზრდა. ხო, არაერთი. აი ეგ ფოტოზე ეს ყოჩების ის არის. ერთ-ერთ ფოტოზე აქ რატის ახლა ვერ ხედავ, კარგად, მე მგონი რატი არის. ხო, თქვენი სპორტული საზმაკაც სარაგბო, ხო. ყოჩების გუნდიდან. აჰა, გასაგებია. ეს საინტერესო. ეს უკვე გადაღებულია რუსეთში. ეს იყო მოსკოვის ფილიდან ჩვენ დიდი ტურნე მოვაწყეთ. 95 წელს სოფლიო თასამდე წავედით სამკვირიანი ტურნე სამხრეთ აფრიკაში. სამხრეთ აფრიკაში. იქ არის ეს სტატიას და ყველა. ეს არის ხო ტრანსვალის გუნდთან ვითამაშეთ და მაქ მოვიდეთ. ახლა ეს რა ფოტოა? ეს არის მე ჩემი გუნდი, ჩემი კლუბი ჩამოვაყალიბე ანდორაში. 5 წელი მქონდა ეს κλუბი. სარაგბო ბავშვების ვავარჯიშებდით, დიახ. ეს იგივე ფოტოა კიდევ ერთხელ. ეს იგივე ფოტოა კი. ბექა, გიო ედიშერ ჯამრულიძე და დავით კირიკაშვილი, ხო, კირიკაშვილი. ხო, ანდორაში ცხოვრობენ ისინი. ისევ ანდორაში ცხოვრობენ, დიახ. გახსოვთ ახლა მე რომ ჩავედით იქ ანდორაში. ახლა ეს კადრები გამოჩნდა, ეს არის ანტონის თამაშის ეპიზოდები? დიახ. ეს თამაში ანდორაში ხდება, ხო ეს? ესენი ანდორაში არის, კი, ეს ანდორის მოედანი. სტადიონი ვიცანი მე, ხო, სტადიონი ვიცანი, ხო.
ხო და ეს ჩემპიონატის ეპიზოდია, ხო? ეს არის იქაური ჩემპიონატის კი დიახ, ეს ბარსელონას გუნდზე თამაშებია. ესე იგი, მე მინდა ახლა გითხრათ, რომ ანდორაში არსებული კლუბი თამაშობს ესპანეთის, კატალონიის ჩემპიონატში, ხო, ასეა, ხო, როგორ არის? დიახ, რეგიონალებად არის დაყოფილი და ეხა ასაკობრივი გუნდები ყველანი თამაშობენ, სადაც სიახლოვის გამო კატალონიის რეგიონალურ ჩემპიონატში. ხო, ესე იგი, ანტონი თამაშობს ანდორას კლუბში, რომელიც მონაწილეობს კატალონიის ჩემპიონატის, იმიტომ რომ თვითონ ანდორაში პატარა მოსახლეობა და ამდენ კლუბებს ვერ შეგვიძლია ისეთი ჩემპიონატი არ გამოვიდა. თქვენ რო იყავით ანდორაში მოთამაშე, იქ რომ თამაშობდით, თქვენი გუნდი თამაშობდა საფრანგეთის რეგიონალ ლიგაში, ჯერ კატალონიაში არ იყავით. მაგიტომაც რომ ახსენე კრიზისი აქვს მეთქი, გადაწყვიტეს ესეთი დაბიჯი გადადგეს, რომ გაეცვალა საფრანგეთის ჩემპიონატი ესპანეთის ჩემპიონატში და მოხდა რაღაცა გაუგაუგა 3 წლის უკან ეს და ამიტომ ახლა ესპანეთის ჩემპიონატში თამაშობენ. როგორც ასაკობრივი, ასევე რომ მოსახლეობა პატარამდენია მოსახლეობა. მოსახლეობა ახლა არის დაახლოებით 90,000. ანდორაში. რასაკვირველია და ასეთი რესურსი არ არის, რომ მრავალგუნდიანი ჩემპიონატი ჩაატარონ, ან ესპანეთში, ან მანამდე საფრანგეთის რეგიონალ ლიგაში თამაშობდით, ასეა სხვა სახეობებშიც მარტო რა სხვა სახეობებშიც ესე არის. მაშინ ახლა დაუბრუნდეთ იმ 2000 წლამდე, ესე იგი რუსეთის ჩემპიონატის შემდეგ იქ რამდენის დაბრუნდი საქართველოს, იქიდან დაბრუნდი გახდი ჩემპიონი, მაგრამ მე ვიცი რომ თქვენ ახალგაზრდობაში, ახალგაზრდულ ნაკრებშიც იყავით მოწვეული, მაგრამ რა მოხდა? ტრავმანი 90 საქართველოს 12 წელს ვიყავ ერთ-ერთი კანდიდატი მაშინ ევროპის ჭაბუკთა 18 წლამდე ნაკრებში ერთ-ერთი კანდიდატი ვიყავი შეკრებაზე ნაკრებთან ერთად დიახ იქ აღარ მახსოვს რამდენი 25 იქ 30 იქ ვიყავთ გაფართოებულ სიაში დიახ და ერთი კვირის წინ მომივიდა ეს კოჭის ტრავმა და ორი თვე გამიცდა საერთოდ ჩემპიონატის გამოტოვეთ და იმოქმედა ყველაფერზე ახლა წარმოიდგინეთ ევროპის ჩემპიონატზე რთული დრო იყო 92-13 წლები. იქ რომ გამოხიდეთ, თამაშებდით, იქ სხვების გიყურებდნენ, სხვა წინადადებები წამოვიდოდა აქაც, ყველანაირად ნაკრებისთვის კარგი მაგას გარდა გამოცდილება, საერთოდ ძალიან დიდი გამოცდილებას იღებ მოთამაშე, როცა ესეთ ტურნირში იღებ მონაწილეობას და სხვადასხვა გუნდებს ეთამაშებს. ეს ჭაბუკთა ნაკრები, მაგრამ მე რამდენიმე წლის შემდეგ, როგორც მე მომაწოდე საერთაშორისო სპორტული დაზრობა მომაწოდა ინფორმაცია ბატონოსეს, რომ თქვენ ახალგაზრდულ ნაკრებშიც იყავით კანდიდატი, საქართველოს ახალგაზრდულ. მოსკოვიდან რომ დავბრუნდი, ძალიან კარგ ფორმაში ვიყავი, კი, ძალიან კარგ ფორმაში ვიყავი და ეგრევე შემამჩნიეს და დამიძახეს ისედაც მიცნობდნენ სიაში, გაფართოებულ სიაში, ხო? გაფართოებულ სიაში, მაგრამ ერთ-ერთი კანდიდატი ვიყავი წაყვანის რა. მაგრამ კონკურენციას დიდი იყო. თუ ტრავმა არ შემიშლიდა ხელს, კი, იქ ისეთი ძალიან დიდი მორაგებები იყო, რომელმაც მე ძალიან დიდ დონეზე ითამაშეს, მაგათთან ერთად თამაშობდი მაგ ნაკრებში რა. ერთ-ერთი ეხაც კიდე ძალიან წარმატებული მწვრთნელია აქვსენტი გიორგაძეზე მაგ საუბარი. საფრანგეთში. კი. ახლა იქ მამუკას გორგოძეს სურათი იყო, ფოტო. თქვენს ანდორაშია გადაღებული, იგესტუმრა თუ არა, მე ვესტუმრე ტულონში. ტულონში. ხო ეს რამდენიმე წლის წინ, როცა ეს იყო 2017-2018 წელს. როცა 10 წლის წინ თითქმის, ხო. ახლა გაქვთ ურთიერთობა მამუკასთან? კი, ყოველთვის როცა ჩამოდიოდი ხოლმე თბილისში, ყოველთვის ვეწევი ხოლმე. და ეხაც გვაქვს დაგეგმილი რომ შევხვდეთ. აუცილებლად. ესე იგი, ამის შემდეგ 2000 წლიდან თქვენ ცხოვრობთ ანდორაში. აი როგორ მოხდით ანდორაში თუ საიდუმლო არ არის ეს აი საქართველოს ჩემპიონი რუსეთის ჩემპიონატის პრიზიორი ახალგაზრდა ჭაბუკთა ნაკრების კანდიდატი ტრავმის გამო გამოტოვეთ ევროპა მე ნაკრებში გეძახდნენ საქართველოს ნაკრებში და აი როგორ მოხდით ანდორაში იმ დროს მახსოვს 90-იანი წლების ბოლოს დაიწყო ის ტალღა უცხოეთში რომ მიდიოდნენ ჩვენი სპორტსმენები მაგთა ეს ჩვენი მოთამაშეების გასვლა საფრანგეთში იყო კლოცორელი იყო მაგის საქართველოს ეროვნული ნაკრების თავარი წნელი 90-იანი წლების ბოლოს ძალიან ბევრი რაღაც გააკეთა სასიკეთო საქმე საქართველოს კლუბებისთვისაც ნაკრებისთვისაც და საქართველოს რაგბისთვისაც კლოცორელმა და
ну მაშინ მე მოსკოვიდან ჩამოვედი, იმიტომ რომ მოსკოვში უკვე გაუსაძლისი იყო იქ გაჩერება და ну მინდოდა რომ იგამეგზელებინა. მაშინ გია ლაბაძესთან ну ყოველთვის ერთად თამაშობდით. რუსეთშიც და აქაც ლელოში. და პირველი ეგ წავიდა და ну მაგის მეშვეობით ну ფედერაციაში მეც განვაცხადე რომ მეთქი ну წასვლა მინდა და უთხარით ფედერაციაში. დიახ, ფედერაციაში განვაცხადე წასვლა მინდა. ახალგაზრდებს ვიტყვი, იმ დროს არ იყო ასეთი ინტერნეტი, არც WhatsApp-ი, არც Facebook-ი, არაფერი სოციალური ქსელები, ამიტომ უცხოეთში წასვლა ხდებოდა ან ფედერაციის, ან წვნელების რეკომენდაციით, ან ვიღაცა შემთხვევით დაგინახავთ, ან უფროსი მეგობარი, იმიტომ რომ სკაუტების და მენეჯერის ასეთი როგორც ახლა არის, ეს არ ხდებოდა და ფედერაციას იმიტომ უთხარით, რომ თუ იქნება საიდანაც შემოთავაზება, თქვენთვის ეთქვათ. დიახ, დაინტერესებული ვიყავი. როგორც გავიგე შემდეგ, ну ანდორის ვიცე-პრეზიდენტის ძალიან კარგი მეგობარი იყო კლოცორელი. ერთი რეგიონიდან იყო, ერთი ქალაქიდან, ანდორის კლუბის, დიახ. რამოდენიმე კვირით ადრე, სანამ ამ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ ანდორაში, იყო საქართველოს ესპანეთი თამაში. ეროვნული ნაკრებები. ესპანეთის კარგი გუნდი ყავდა, ხო იმ დროს? ესპანეთს ძალიან კარგი გუნდი ყავდა 99 წელს მსოფლიო თასზე მიიღეს მონაწილეობა. და ნუ ჩვენებმა ძალიან კარგად გამოიჩინეს თავი განსაკუთრებით ახლა მორკინელებმა. დიახ. და იქ ნუ შეხედეს ამ თამაშს ანდორელებმა. ნუ გადაწყვიტეს რომ ქართველი მორკინალები გჭირდებაო. ნაკრებიდან ვერ მოახერხებდნენ წაყვანას და უფრო ვინც არა, ნაკრებიდან არა, ნუ ახლა მაშინ ახლა მაგას ვერ გაარკვევდი და იყო რამდენიმე მოთამაშე მაშინაც რომ საქართველოს ჩემპიონატში თამაშობდნენ, ყველანი საფრანგეთში არ თამაშობდნენ და ну გადაწყვიტეს საქართველოსდან საქართველოს მორკინლები გჭირდებაო. ну ამადა ამ პოზიციის. ну ჩავიდნენ კლოცორელთან, მაშინ ისე დაემთხვა რომ შეკრება ქონდა მონპელიეში საქართველოს ნაკრებს. იმიტომ რომ ეს 6 ერის ტურნირი საერთოდ 100 რო ქვია. ეხლა მაგ ტურნირს თამაშობდნენ და ნუ შეკრებაზე იყვნენ მონპელიეში. ჩააკითხეს კლოცორელს. 6 არა, ეს ევროპის მეორე ბ. ხო. მესმის, ხო. და ჩააკითხეს იქ კლოცორელს და უთხრეს გაესაუბრეს რომ ესე ქართველი მორკინლები გჭირდება. მე კლოცორელი დაუკავშირდა ფედერაციას, აბა ესეთი მოთხოვნა ამ პოზიციებზე. ხო და ნუ ფედერაცია დამიკავშირდა მე და თქვენ და გაინტერესებს ესა და ეს პირობებია. მე განვიხილე ხა ეს პირობები და თქვენ და ვინც ერთად მარტო მე და დავით ქირიკაშვილი, რომელიც სურათზე. დიახ. დათოს მოკითხვა, განსაკუთრებული მოკითხვა დათოს. ვცნობ, ესე იგი ერთად წახვიდით ანდორაში. დიახ. 2000 წელია, ხო? ეს იყო 2000 წელი, დიახ. და იქ თამაშობდით ჯერ კლუბში. კლუბში, ხო, ეგ ნუ კლუბში დავიწყეთ თამაში, იმიტომ რომ იქ საფრანგეთის რეგიონალურ ლიგაში რაღაც წლები უნდა გასულიყო, რომ ვერი თამაშებდი მაგის გამო. ნაკრებში. და მე მაინც მქონდა ჯერ იმედი მქონდა, რომ რაღაცნაირად მოხდებოდი საქართველოს ნაკრებში. საქართველოს მაინც გულში მქონდათ იმედი. არა, რა თქმა უნდა, ყველას ნატურალი, ყველას უმილი არის, რომ გასაგებია. შენს ნაკრებში ითამაშო. ну მაგრამ გაიარა წლება 2003 წელს პირველი ისეთი ისტორიული ფაქტი მოხდა, რომ საქართველოს ნაკრებმა პირველად გავიდა მსოფლიოზე და რაღაც ჩვენი მსელობები რო იყო რომ იქნებ ნაკრებში მოხვდე, ну მე მაგწესთან მე კი არა ესეთი ლეგენდარული პირველი ხაზელები დატოვეს. მესმის კონკურენცია დიდი. კონკურენცია ძალიან დიდი იყო. მე თქვენ თამაშობდით რეგიონალურ ჩემპიონატში საფრანგეთის ისინი ვერ უყურებდნენ ამ თამაშებს, არ იყო ის ტელევიზიით და გესმით ხო. შესაბამისი პიარიც არ იყო ალბათ. დიახ, და რომ ვერ მოხდი 2003 წლის ამ მსოფლიოს შემადგენლობაში მივიღე გადაწყვეტილება რომ ნუ ანდორისთან ასაკი გემატება არ გაკლდება. ხო. უკვე იყავით 29 წლის, ხო თითქმის? 2003-ში კი 29 წლის. და 2004 წლიდან 10 წლამდე თამაშობდით ანდორის ეროვნულ ნაკრებში. დიახ, მივიღე თქვენ და დათოს კირიკაში. და დათომას, დიახ. ხო, ანდორის ნაკრები იმ დროს როგორ გამოიყურებოდა ხარ, რამე შედეგები იყო ისეთი ნორმალური? არა, ну ანდორის ნაკრებს ძალიან ისეთი ის ჰქონდა, მაგათაც ჩაგდება ჰქონდათ 2 წელი უარი თქვეს ფინანსების გამო ნაკრების გამოსვლაზე და ეს იყო მათი პირველი 2004 წელს აღდგა ანდორის ნაკრები. და ისე დაიმთხვა რომ ეს პირველი თამაში ჩვენი სანაკრებოდ პირველი თამაში ჩავატარეთ 2004 წელს გავხსენით საკვალიფიკაციო ციკლი 2007 წლისთვის სოფლიო თასზე გასასვლელი 2007 წლის 2004 წელს იწყებოდა მაგის საკვალიფიკაციო ჯგუფი. ეტაპი, ხო.
დიახ. და თამაშობდით 2010 წლამდე. დიახ. მე ვიცი რომ დათო უფრო მეტი გააგრძელა თუ კი, მე ტრამვის გამო ძალიან მძიმე ტრავმა მივიღე თავის ეს ბოლო 2010 წელს და 26 წლის ასაკში 26 წლის რავით ხო? დიახ. ხო და დათომ გააგრძელა. დავანებო დათომ მე კიდე კარგა ხანი ითამაშა, მე მწვრთნელიც გახდა, მოთამაშე მწვრთნელი იყო, მე ისე მწვრთნელი იყო. დათო კირიკაშვილი, ჯამრულიძე? დიახ, ედიშერ. ედიშერ, კიდე ვინ თამაშობდა? ძალიან ბევრი არიან. ბევრი არიან? კი. შეიძლება ვინმე გამორჩა და მე, მაგრამ ეს ძირითადად ეს ერთ-ერთი ვის ძალიან ისეთი მოთამაშე გახდა შემდეგ და ანდორა, როგორც მისთვის იყო პატარა ტრამპლინი, ეს იყო შალვა სუთიაშვილი. რამდენიმე წელი იყო. შალვა სუთიაშვილმა ერთი სეზონი გაატარა ანდორაში. ჩამოვიყვანეთ მისი სურვილით, ერთი სეზონი გაატარა ანდორაში და ანდორიდან მერე წავიდა საფრანგეთში და ნუ იქ უკვე ისეთი კარიერა გააგრძელა. კი, რამდენიმე ხანი საქართველოს ნაკრების კაპიტანი. ახლა ანდორაში ცხოვრობთ, თქვენ ახლა თქვენ ბიჭზეს მინდა ზურაბზე გადავიდე კალაბურთელია. დიახ. ანდორაში რომ ცხოვრობთ, უმცროსი ბიჭი მორაგბეა. დიახ. ანტონი. ანტონ ჯელიძე, მორაგბეა. თქვენ ფიქრობთ რომ ახლა თუ კარგად წავიდა მის საქმეები და ალბათ კონდათ საუბარი თუ არ ვიცი ახლა საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებიდან ან რაღაც ტურნირებში თუ გამოჩნდება თვითონ არ უთქვამს რომელ ნაკრებში უნდა თამაშდეს საქართველოს ნაკრებში თუ ანდორის ნაკრებში უნდა მიზანი როგორაა საიდუმლო ინფორმაცია ხომ არ არის იგი თვითონ რას ამბობს თვითონ იმას ამბობს რომ მისი პირველი სურვილი იქნება თუ კი მოხერხდა საქართველოს ნაკრებში. ხო, თუ მოხერხდა, თუ ანდორის ნაკრებში თან ისე გვაქვს ხო, თითქმის განაღდებულია, ხო, იქ. განაღდებული კი, ახლა არაფერი არ არის, მაგრამ საქართველოს კი ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეა თავის ასაკში, კი, კლუბში, ახლა მაგის პრობლემა არ იქნება. მაგრამ უნდა რომ მიაქციოს საქართველოს რაგბის კავშირის მწვრთნელთა შტაბმა, რაგბის კავშირის წარმომადგენლებმა, მწვრთნელთა შტაბმა ასაკობრივი სადღაც უნდა დაინახონ ვიდეო მასალები თუ მივედით მაგამდე ახლა ჯერმანიის პატარა არის 16 წლამდე 18 წლამდე უკვე იწყება სერიოზული რაგბი თუ იქამდე მივედით მაგაზე ვიმუშავებთ რომ აუცილებლად თქვენ არ შეგეშლებათ ეს და ზურაბი რომელიც ბავშვობაში აი ხმა ბავშვობაში ვიტყვათ ასე რამდენიმე წელი იყო რაგბში და ბოლო 3 წელი არის კალაბურთელი ზურაბ ჯელიძე თამაშობს კატალონიაში ესპანეთის გუნდში არის ლასეუს გუნდში არის ეს არის მეზობელი ქალაქია ანდორასთან ახლოს კატალონია იქვეა კი საზღვარზე არის დიახ და 16 წლის ახლა ჩაერთვება ეს ვიდეო მასალა როგორ თამაშობს არის ზურაბის კადრები რომელიც თქვენ მომაწოდეთ იმის გუნდში კალაბურთში და მისი ახლა ის 16 წლის არის ხო ახლა უკვე პატარა არ არის ესე იგი ის როგორ ფიქრობს თუ იქნება გამოძახება რაღაცა სურვილი როგორა საქართველოს ნაკრებში უნდა თუ ჩვენი პირველი სურვილია თუ მოხერხდება საქართველოს ნაკრებში და ტურნირებში ხომ მონაწილეობს იგი კი იქ მონაწილეობს ტურნირებში მაგრამ მე ვფიქრობ უნდა ინფორმაციას უნდა მიაწოდოთ ვიდეო მასალები მატჩების საქართველოს საუბარი ხა ფედერაციასთან ნაკრების ფედერაციასთან არა მაგრამ აქ რამდენიმე წელთან ახლო კალაბურთის სამყაროსთან ხო საკობრივ ნაკრებების შტაბთან ხო ეს რაღაც მადრიდში იყო რამდენიმე თვით ის მადრიდის გუნდთან ერთად ეს ფოტო ხო მაგრამ მე ისეთი სამთვიანი ხო შეგრება კემპი იყო თუ დიახ გასაგებია ხო ახლა ვიდეოც გამოჩნდება და რაგბიდან რატომ გადავიდა ახლა ეს მაინტერესა ახლა მორიდებული არიან არ უყვართ საუბარი და რატომ გადავიდნენ რაგბიდან რატომ გადავიდა კალაბურთში მე ვინ გადაიბირა თუ რა მოხდა არა არავის არ გადაუბირებია უბრალოდ თვითონ გადაწყვიტა ესე და ეხლა მე ვერანაირად ამას ვერ შევზღუდავდი რა თქმა უნდა რაც უნდათ ის უნდა გააკეთონ ერთმანს და მეორემაც პირველ რიგში უნდა ისწავლონ ეგ აუცილებლად შემდეგ სპორტი უკვე რატომაც ესე მოინდომა როცა პატარები იყვნენ შერმადინი და ეკრას თამაშებზე ანდორას კლუბში დადიოდნენ ესეც შაუჯდა ალბათ ვიჩი ეს თამაშის ეპიზოდი შეიძლება აქ ხომ არის ზურაბის კადრები ხო კი რა თქმა უნდა კი ეს უკვე პატარა ასაკშია ხო უფრო ცოტა თუ ერთი წლის უკვე აი ზურა რომელსაც ახლა ჩააგდო ერთი ეს ახლა არის აი რამდენი თვის ეს კატალონიის ჩემპიონატია თუ კატალონიის ჩემპიონატია დიახ რეგიონალური ის ლეიდას რეგიონში თან ესე იგი თქვენ რომ ანდორაში ხართ დაუშვათ როცა კალაბურთია
კალაბურთით სარდალი მთავარი უყურებს საქართველოს ნაკრების თამაშებს და როცა რაგბია უყურებს საქართველოს ნაკრების, მაგრამ თუ დაემთხო მაშინ როგორ ხდება სხვადასხვა ოთახებში მიდიხარ, სხვადასხვა გაინაცლებთავს და დღევანდელი დღეს უკვე შეიძლება ჩაწერო და მე უყურებ. კი, მაგრამ ერთობლივ ყურებას სხვა მუღამი აქვს, ხო, ერთად რომ ზიხართ მამა სპორტსმენი, ძმა სპორტსმენი, თვითონ სპორტსმენი და ემოციებს ძალიან გულშემატკივრობთ ყველა საქართველოს ნაკრებს. და როცა კიდევ ერთხელ ვიტყვით მეგობრებო, ეს არის ნიმუში იმისა, თუ აი ქართველები რომ ცხოვრობენ ევროპაში სპორტსმენები, მე რომ რჩებიან იქ, აი როგორ ეფერებიან ქართველ სპორტსმენებს საქართველოს ასაკობრივ და დიდ ნაკრებს ჩამოდიან სხვადასხვა სახეობაში ანდორაში, კალათბურთელებს იყვნენ ჩამოსული რამდენი წლის წინ, კალთა ნაკრები იყო, გოგონათა ნაკრები იყო და სულ ეფერებიან გულშემატკივრობენ, ბევრი არ არის, რამდენი ხართ ანდორაში ქართველები? დიასპორა რამდენია? 20-30 კაცი თუ ნაკლები, ხო, მაგრამ სტაბილური იქ მე ვიცი ძალიან მკაცრი წესებია იქ რომ დარჩე არალეგალები ფაქტობრივად რთულია საბუთების გაკეთება და ანუ არალეგალურად უბრალოდ ვერ გაჩერდება. იყო რამდენიმე ერთი გოგონა იყო რომელიც რამდენიმე წელი ცხოვრობდა, მაგრამ ნუ იქ მე ვეღარ გაჩერდები. მე ესპანეთში სხვა ქვეყნების მიმართაზეა, მარტო საქართველოს. ყველა არა, მარტო საქართველოს არა, ხა იქ ესპანელის რო ჩამოვიდეს, ხო, 3 თვეზე მეტი ვერ გაჩერდება. ბინადრობის და საბუთები უნდა კონდეს ეს, ხო. დიდი მადლობა. ესე კიდევ ჩავერთვე ერთი კითხვა მას კიდევ გადაცემამდე მანამდე საუბრობდით, ვიცი რომ თქვენ აი ძალიან შინაგანად განიცდით აი საქართველოს ერთიანობა, აფხაზეთის ცხენვალი რომ ასეთ მდგომარეობაშია, მაგრამ აუცილებლად დადგება ეს დრო, როცა საქართველოს შედობიანად გაერთიანდება, მოვა ეს დრო. თქვენ რომ ვიყავით მორაგბე 91 წლიდან, ალბათ ვერ მოასწრებდით, ხო, შეკრებაზე ჩასვლას იქ სოხუმში, ლესელიზეში გუნდები ხომ გადიოდნენ? არა, სამწუხაროდ ვერ მოვესწარეთ უკვე ესეთი დრო იყო რომ დაძაბული სიტუაცია არეულობა და იქ უკვე შეკრებებს აღარ ატარებდა. ხო 92-13 წლებში უკვე რუსეთ-საქართველოს ომი 91-შიც დაძაბული იყო იქ სოხუმის რაიონში ეშერაში იყო სპორტბაზა გახსოვთ მე ლესელიზეში იქ პეურთელები და იოლის არ იყო მოხდრე ბევრი გუნდები ჩადიოდნენ ძალიან ბევრი არა მარტო საქართველოს გუნდები ამ კავშირიდან ალბათ ყოფილი რესპუბლიკებიდან 92 წლამდე იყო ეს და მესმის და აუცილებლად ეს მაინტერესებდა არ ყოფილა ხო ნამდვილი არ ახლა მაგრამ ყოფილი სამწუხარო ძალიან დიდი სურვილი მაქვს მაგრამ იმედია ჩავალ თქვენთან აუცილებლად დაბრუნდებით აუცილებლად შიდობიანად დაბრუნდებით და მოვა ის დრო გამემეორებ საქართველოს შიდობიანი გაერთიანების დღე მოვა ის დრო როცა სოხუმში გაემართება საქართველოს საფეხბურთო, საკალათბურთო, მორაგბეთა, წყალბურთელთა, ხელბურთელთა ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების საშინაო მატჩები ევროპის ჩემპიონატის და მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის საშინაო მატჩები, როცა საქართველოს ნაკრები სოხუმში უმასპინძლებს ამ საკალათბურთო ეტაპის დროს ევროპის სხვადასხვა ნაკრებებს. მოვა ის დრო აუცილებლად. ახლა კი მინდა რომ თქვენ ჩაერთოთ მერე, რამდენიმე სიტყვა თქვა, რამდენი წუთი დავუთმოთ. საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს, პირველ ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს, რომელიც გაიმართება 2-დან 6 ივნისის ჩათვლით ბათუმში. ეს არის საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივა, საქართველოს მთავრობის, საქართველოს სპორტის სამინისტროს ხარდაჭერით გაიმართება ეს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, ფაქტიურად ახალგაზრდული ოლიმპიადა. ეს არის საპილოტო პროექტი, პირველად გაიმართება დამოუკიდებლობის პერიოდში ასეთი დონის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი საქართველოში მიმდინარე წლის 2-დან 6 ივნისამდე, ახლა გამოჩნდება ფოტო მასალა. ეს სოლიდური დონის ღონისძიება იქნება. რამდენიმე დღის წინ უფრო ზუსტად 3 აპრილს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა სპეციალური ღონისძიება, რომელიც ეძღვნებოდა ამ ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს. ამ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ბატონი ლერი ხაბილოვი, იცნობთ თქვენ ბატონო სოსო 4-გზის მსოფლიო ჩემპიონატი, 4-გზის ევროპის ჩემპიონი და ოლიმპიური ჩემპიონი. სიტყვით გამოვიდა საქართველოს სპორტის მინისტრი ბატონი შალვა გოგოლაძე, ის მოკრივე იყო ახალგაზრდობაში.
სპეციალური პრეზენტაცია ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების სპეციალური ოლიმპიური ფესტივალის გააკეთა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ამ საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ ბატონმა ელგუჯა ბერიშვილმა ხედავთ ის მან დეტალურად გააცნო დამსწრე საზოგადოებას სპორტულ სამყაროს სპორტსმენებს ვეტერანებს ფედერაციების წარმომადგენლებს ჟურნალისტებს ამ ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის შესახებ. დეტალური პრეზენტაცია იყო, საკმაოდ დეტალური, საკმაოდ საინტერესო. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, 2 ივნისიდან 6 ივნისის ჩათვლით. ამ ფესტივალში მიიღებენ მონაწილეობას სპორტსმენები 14 წლიდან 17 წლამდე, ბატონო სოსო, 17 სახეობაში იქნება, 17 სახეობაში. ფაქტიურად ეს არის ახალგაზრდული ოლიმპიადა, პირველად საქართველოში ტარდება და რაც თავარია პრინციპი როგორ არის. გამოვლენ ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონების ნაკრებები. აფხაზეთიდან დევნილი სპორტსმენთა ნაკრები, აჭარის ნაკრები, გურია, სამეგრელო, იმერეთ, ყველა კახეთი, ყველა რეგიონი პლუს ცალკე თბილისი რასაკვირველია და ეს იქნება იქ რასაკვირველია გუნდური სახეობების მიხედვით და ჯამურად მე შეჯამდება 12 რეგიონი როგორც მე მითხრეს 12 გუნდი იქნება იქ რეგიონების პრინციპით და გახსნის ცერემონია გაიმართება 2 ივნისს ბათუმის ულამაზეს საფეხბურთო სტადიონზე 2 ივნისს საქართველოს პირველი არხი როგორც გამოცხადა ამ პრესკონფერენციაზე იმ ღონისძიებაზე ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში საქართველოს პირველი არხი განახორციელებს ამ ღონისძიების სპეციალურ პირდაპირ ტრანსლაციას. კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ რომ მე ერთად მაინტერესებდა აფხაზეთიდან დევნილთა სპორტსმენების მონაწილეობის საკითხი. მე ვესაუბრე დღეს და იმ დღესაც ვესაუბრე საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აფხაზეთის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარის ბატონ ვიტალი ბენდელიანს, რომელი კაცი მოჭიდავე სპორტსმენი, სპორტის ოსტატი, ჩემპიონი საქართველოსი იყო. მან მითხრა რომ აფხაზეთის ნაკრები, აი ეს აფხაზეთის ავტონომიის ნაკრები ამ შეჯიბრებაზე ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ბათუმში რომ ეს გაიმართება ივნისში, იქნება წარმოდგენილი 64 სპორტსმენით 10 სახეობაში. დაუშვათ სხვადასხვა რეგიონების ნაკრებები, ზოგი 14 სახეობი, ზოგი 10 სახეობი, ზოგი 12 გააჩნია, როგორ არის განვითარებული და როგორ დაკომპლექტა, ხო ეს ნაკრებები 17 სახეობაში სპორტის. და უზარმაზარი მზადების პროცესი მიდის საქართველოს მთავრობის ხარდაჭერით, სპორტის სამინისტროს ხარდაჭერით და მე პირადად ვაპირებ იქ ჩასვლას ბათუმში, იქაც სერიოზულ ყურადღებას ბათუმის მერია და ადგილობრივი ხელისუფლება, აჭარის ავტონომიის რესპუბლიკის ხელისუფლება გამოთქვა სურვილი და როგორც მითხრეს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში სურვილი გერა ხარდაჭერას აკეთებენ თავისი კუთხიდან ამ ღონისძიების მომზადებაში და ჩატარებაში და ახლა მინდა შემოგთავაზოთ პატარა ვიდეო, რომელიც ავიღეს საქართველოს სპორტის სამინისტროს გვერდიდან. ეს ვიდეო ეხება 3 აპრილს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გამართულ იმ ღონისძიებას, იქ პრესკონფერენცია იყო, წარდგენა იყო, თუ შეიძლება ჩავრთოთ ეს ვიდეო. ისტორიული დღეა ქართული სპორტის ისტორიაში. დღეს ოლიმპიურ კომიტეტში ჩაეყარა საფუძველი ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს, რომელიც პირველად გაიმართება საქართველოს ისტორიაში. მინდა მადლობა გადაუხადო ამისთვის ოლიმპიურ კომიტეტს, რომელიც იქნება მთავარი ორგანიზატორი ამ შეჯიბრის. ჩვენი პოლიტიკის მთავარი მიზანი არის მასობრივობის და ქვეყნის შინი და ეს პროექტი რა თქმა უნდა ხელს შეუწყობს საქართველოში სპორტის პოპულარიზაციას. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ახალგაზრდებისთვის. თქვენს გამოსაკუთრების ჯგუფში ტარდება ფესტივალები, ზამთარში, ზაფხულშიც
და ალბათ უნდა აღინიშნოს, რომ ოლიმპიური თამაშებიც, რომელიც ამ წელს გაიმართება სწორედ ამ ასაკობრივ ჯგუფში. მინდა რომ შეგვიძლია ჯერის გარემოება, რომ ერთად ამდენი ჩვენი სპორტის სახეობა არასოდეს ჩაგვიტარებია, ესეთი მასშტაბური ორგანიზება და სწორედ რომ ეს ნაბიჯი გადავდივით ჩვენ და ვფიქრობ, რომ ძალიან წარმატებული იქნება ჩვენი პროექტი. დიდი მადლობა, კიდევ დავამატებ საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში მე ვეძახე მას ახალგაზრდულ ოლიმპიადას, რომელიც გაიმართება ბათუმში 2 ივნისიდან 6 ივნისის ჩათვლით, მიიღებს მონაწილეობას 1200-მდე სპორტსმენი. ეს ოფიციალური ციფრია, რომელიც გამოაქვეყნა საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა. ყველა რეგიონიდან, საქართველოს რეგიონებიდან, მათ შორის აფხაზეთიდან აფხაზეთიდან დევნილები, სპორტსმენები აფხაზეთის ავტონომიის რესპუბლიკის სახელით. პლუს ამას ემატება მწნელები, სტაფი, დაახლოებით 2000-ზე მეტი სპორტსმენი, მწნელი, მენეჯერი, დელეგაციების წევრები ჩავლენ იქ და კარგი სერიოზული მზადება მიდის იქ დაბინავების კუთხით, სასტუმროში, სხვადასხვა სპორტულ არენებზე და ყველა მიმართულებით, რომ ახალგაზრდული ფესტივალია და ეს ასეთივე ფესტივალები, ახალგაზრდული ოლიმპიადები ტარდება ევროპის ქვეყნებში. ყველა ქვეყანაში არა, მაგრამ რამდენიმე ქვეყანაში ვიცით, მათ შორის ძალიან სერიოზულ დონის, სადაც არის ხარდაჭერა, იქ ტარდება. ეს იქნება საპილოტო პროექტი და ალბათ მომავალ წლებში გაიმართება. ეს ერთი თემა, რომელიც მე თავიდან დავაანონს და მეორე თემა, თქვენთვის იქნება საინტერესო, მინდა მე ბატონოსო ჩაერთოთ. რამდენიმე ჯერ ჩვენ გადაცემებში, წინა გადაცემებში ჩვენ სტუმრად ყავდა საქართველოს ამპუტანტთა ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი ბატონი გიორგი გვალია, ამ საქართველოს ამპუტანტთა ფეხბურთში ეროვნული ნაკრების წევრები, რამდენიმე კაცი ყავდა სტუმრად ბოლო 1-2 წლის განმავლობაში. საქართველოს ამპუტანტთა ფეხბურთი არსებობს 90-იანი წლების ბოლოდან, 90-იანი წლებში, უფრო 94-15-16-ში, ძირითადად იმ დროს თამაშობდნენ ბიჭები, ვინც ომში მონაწილეობდნენ აფხაზეთში, ცხინვალის რეგიონში, დაკარგეს ფეხი, მიიღეს ტრავმა, ხელი, ჭრილობები. 97 წლიდან არსებობს საქართველოს ეროვნული ნაკრები ამპუტანტთა ფეხბურთში. 2003 წლამდე რეგულარულად თამაშობდნენ საერთაშორისო დონეზე, მათ შორის ევროპის ქვეყნებში, ტურნირებში, მერე იყო პაუზა და ბოლო 12-13 წელი ძალიან აქტიურად მიდის ეს პროცესი ამპუტანტთა ფეხბურთის ასოციაციის, ახლა გვარებს არჩევდილი, ამჟამინდელი პრეზიდენტი არის გიორგი გვალია, რომელიც 92-13 წლებში იბრძოდა სოხუმში, სოხუმელი კაცია, დაკარგა ერთი ფეხი, მერე გააკეთა პროტეზი და კიდევ არიან ბევრი, ვინც მონაწილე იყო ნაკრებში და ახლა გიორგი გვალია არის პრეზიდენტი და რატომ ვაკეთებ ახლა ამ ინფორმაციას, რომ ჩვენი ბიჭები ჩვენმა ბიჭებმა წარმატებას მიაღწიეს ერთა ლიგაში, შარშან რომ იყო ჩემპიონატი, მოუგეს გერმანიის ნაკრებს, აგებდნენ 2-0-ზე, მოუგეს გერმანიის ნაკრებს 3-2 და იცეკვეს, ახლა წარმოიდგინეთ ევროპის ფედერაციამ იცეკვე, როგორი ახლა ცეკვა ერთი ფეხის ან ხელის გარეშე გესმით ხო და თელმა სოფლიომ თითქმის ნახა 4 მილიონი ნახვა იყო და საქართველოს ამპუტანტთა ფეხბურთის ასოციაციას და ამპუტანტთა ფეხბურთში ჩემპიონატის თასის ჩატარებას, სუპერთასის ჩატარებას, ნაკრების ზადებას, როგორც ვიცი, ეხმარება საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აქტიურად ბოლო წლებში. მათი ხარდაჭერით ხდება ეს ორგანიზება ჩემპიონატის თასის, სუპერთასის ეროვნული ნაკრების ზადება, პლუს კიდევ არიან სხვადასხვა ქალაქების მუნიციპალიტეტები, 5 ქალაქში არის გუნდები და მათი ეს თბილისი, ზესტაფონი, გორი, ზუგდიდი და ბათუმი ამ 5 ქალაქში არის და რატომ ხვები ახლა ჯერ არ ჩართოთ, რატომ ხვები ამას, რომ ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდიც ეხმარება ევროპის ჩემპიონთა ლიგაში მონაწილეობენ ჩვენი საუკეთესო გუნდი თბილისის კლუბი, იქ დათო ჩადუნელია, შამცირელი ბიჭი, რომელიც თავი წნელია და რატომ ხვები ამას, რომ ამათ გარდა კიდევ რამდენიმეჯერ საქართველოს ამპუტანტთა ფეხბურთის ნაკრებს და ხარდაჭერა გამოუცხადა
დახმარებაც ხარდაჭერა თბილისის დინამოს საფეხბურთო კლუბის ხელმძღვანელობა და თბილისის დინამოს კლუბის ადმინისტრაცია. პირველი ასეთი ფაქტი იყო გასული წლის ბოლოს, როცა მიიწვიეს საქართველოს ამპუტანტთა ფეხბურთის ნაკრები და გადასცეს ეკიპირება ინვენტარი ამპუტანტთა ფეხბურთის თბილისის დინამოს გუნდმა და ახლა სულ გეტყვით ახლა დღეს 7 აპრილია კვირას 5 აპრილს ახლა შეიძლება ის ვიდეო მასალა ჩავრთოთ 5 აპრილს კვირას თბილისის დინამოს მოწვევით საქართველოს ამპუტანტთა ფეხბურთის ნაკრების წევრები ყველა ვერ მოახერხა ჩამოსვლა ზოგი ბათუმში ზუგდიდში იყვნენ მიწვეული თბილისის დინამოს ისტორიულ ბაზაზე აი კადრები იქ არის გადაღებული დინამოს ბაზაზე ლეგენდარულ ბაზაზე და მოეფერნენ ბიჭებს მწნელებიც ესწრებოდნენ თბილისის დინამოს ფეხბურთელებიც და მოეფერნენ გამოუცხადეს ხარდაჭერა და მანამდე 1-2 წლით ადრე თბილისის დინამომ ხარდაჭერა გაუწია საქართველოს ამპუტანტთა ეროვნულ ნაკრებს რაღაცა სოციალური პროგრამების მიხედვით გადაურიცხა თანხა, რომელიც გამოადგება საქართველოს ამპუტანტთა ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს მზადების პროცესში და იმ ერთა ლიგის თუ საერთაშორისო ტურნირების მონაწილეობის პროცესში. იქ თვითონ გადაწყვეტავენ, როგორც მე მითხრეს, ფედერაცია წნელებთან ერთად, ამპუტანტთა ფეხბურთის ფედერაცია წნელებთან ერთად მიიღებს გადაწყვეტილებას, როგორ პატარა შედარებით პატარა ეს თანხა როგორ გამოიყენონ მზადების პროცესში. მაგრამ თავარი ეს არის, თავარი ის ყურადღება, რომელიც გააკეთა თბილისის დინამოს გუნდმა უკვე მეორეჯერ და აი ეს ხედავთ ამ კადრებს, სოსოგენაცვალი ხედავთ ბიჭები ახლა ეს დიდი мотиваცია არა მარტო ამპუტანტ ფეხბურთელებისთვის, არამედ თვითონ თბილისის დინამოს ფეხბურთელებისთვის. აი ძალიან ისეთი კადრები იყო, მე რო უყურებდი ამას, თვითონ დინამოს ფეხბურთელებმაც ისიამოვნეს, რომ ასე შეხვდნენ მათ მორალური მხარდაჭერა, თქვენიც იცოდეთ, ბევრ რამეს ნიშნავს. ნებისმიერი ადამიანისთვის, მათ შორის სპორტსმენისთვის. ხო და ეს დიდი მადლობა მინდა უთხრა თბილისის დინამოს ხელმძღვანელობას, მადლობა უნდა უთხრა იმ ბიჭებს, ვინც ასე დაახდნენ, მადლობა უთხრა ამპუტანტთა ფეხბურთში ეროვნულ ნაკრების წევრებს, რომლებიც მიუხედავად ტრავმების სერიოზული ტრამებისა და იმისა, რაც დაემართა ცხოვრებაში სხვადასხვა სიტუაციებში, არა მარტო ომის დროს, არამედ ცხოვრებისეულ სიტუაციაში ზოგი ჭრილობა მიიღო, ზოგი ფეხი დაკარგა, აგრძელებენ აქტიურ ცხოვრებას, არიან ჩართული სპორტში, არ დანებდნენ და მორალურად, ფსიქოლოგიურად ოჯახები ყავთ, მუშაობენ სხვათა შორის და გერმანიის ნაკრებს მოუგეს, სადაც ეს ბოლო კადრია, სადაც ჩვენ ერთად გავართ. მეც ვიყავი ამ შეხვედრაზე და ძალიან დიდი მადლობა უთხრა თბილისის დინამოს ხელმძღვანელობას, ფეხბურთელებს, ადმინისტრაციას და მადლობა ამპუტანტთა ფეხბურთის ასოციაციას და ნაკრების წევრებს. შემოდგომაზე აქვთ მათ მატჩები, შეიძლება მსოფლიო ჩემპიონატში ვინც ვერ მოხდით ევროპის მასე მონაწილეობით მსოფლიოში ვერ მოხდით, იქ ცალკე ტურნირი შეიძლება გაიმართოს, ვინც ვერ მოხდა მსოფლიო ჩემპიონატი. ეს ხომ სტიმულია, ხო, გარკვეული სტიმულია, იმიტომ რომ ახლა არიან აი თურქეთში ავიღოთ ბატონოსოს, რამდენიმე ლიგა არის ამპუტანტთა ფეხბურთში. ჩვენთან სულ 5 გუნდია, იქ რამდენიმე ლიგა, სერიოზული სპონსორები, ლეგიონერები ყავთ. თურქეთში, სხვადასხვა ესპანეთში ძლიერი ქვეყნები, ძლიერი, გუნდებიც ყავთ და ხო და პლუს აქ იცით როგორ ის იმაზეა დამოკიდებული კიდევ ზოგს არა აქვს ფეხი, ხელი, ტრამას, მაგრამ ზოგს უჭირს განეწყოს სპორტის გესმით ახლა ფსიქოლოგიური ადამიანური მომენტია. დიდი მადლობა მათ, ძალიან დიდი მადლობა. მინდა უსურვო წარმატებები საქართველოს ამპუტანტთა ფეხბურთის ასოციაციას, საქართველოს ამპუტანტთა საფეხბურთო ეროვნულ ნაკრებს, წარმატებები, ჯანმრთელობა და კარგი განწყობა. ჩვენი გადაცემის დრო ამოიწურა თითქმის. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ პირდაპირ ეთერში იყო კომენტატორ რეკორდსმენი, საქართველოს დამსახურებული ცნელის, თბილისის საპატიო მოქალაქის ბატონ ჯამრით ხუხაშვილის სახელობის საავტორო სპორტული ტელეგადაცემა, რომელიც ამყვანი ვარ მე, სოხუმელი ჟურნალისტი თენგიზ ბაჭკორია. ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო ანდორაში მცხოვრები, ბოლო 26 წლის განმავლობაში ანდორაში მცხოვრები ვეტერანი ქართველი მორაგბე ბატონი სოსო ჭელიძე და მისი სპორტული ოჯახის წევრები. 14 წლის მორაგბე ანტუან ჭელიძე, დიდი მადლობა.
დიდი მადლობა და 16 წლის კალაბურთელი მეორე შვილი უფროსი შვილი ზურაბ ჭელიძე ძალიან დიდი მადლობა თქვენ გაიხარეთ მორიდებული არიან თხოვეს ჩვენ ვერ დღეს ვისაუბრებთ მაგრამ საჭირო იყო მათი მოწვევა მინდა გისურვოთ ყველას ჯანმრთელობა წარმატებები კარგად ზანდებოდეთ აბაულა